მოგესალმებით, ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგები, ჩემო მშვენიერებო, მოდით დღეს ვნახოთ, რისთვის უნდა იყოთ თქვენ მზად. ეხლა რა ენერგიაში ხართ, ნახოთ რა თქმა უნდა. აქ ჩვენ ვაკეთებთ მოკლე გაშებს, გახსოვთ, ხო? გრძელ გაშებს ვაკეთებთ ჩვენ დავარ აკაუნტს, ხო? არხზე თქვენ იცით უკვე ვალენტინა ბარბაკაც ვინც არ მიცნობს, შეიყვანეთ და ყველაფერს ნახავთ. ანუ რისთვის უნდა იყოთ მზად? პირველ რიგში ჯერ ვეკითხებით თქვენ როგორ ენერგიაში ხართ ეხლა. ნუ აქ როგორი მომენტი არის, იცით? აქ შეიძლება ვიღაცასთან არის როგორი თემა, თქვენ გინდა დაიწყოთ რაღაცის სწავლა, უეჭველი, პირველი აქ კიდე სიგნიფიკაცია წამოვა ახლა. რაღაცის სწავლა გინდა ძალიან ღრმად, მაგრამ ცოტა შეიძლება განიცდით, ანუ ფულს ეძებთ ახლა იმისთვის, რომ თქვენ რაღაცა კიდე უფრო ჩააღრმავოთ, ასე რომ თქვა, თქვენი ცოდნა. კიდე აქ ვიღაცას შეიძლება ოჯახში არის როგორი სიტუაცია, რომ თქვა, ახლა თქვენს პარტნიორთან ცოტა რაღაც ისეთი მომენტები გაქვთ, რომ შეიძლება ფიქრობ ზოგი ვაფშე წასვლას ოჯახიდან, ან დაშორება გაქვთ თქვენ პარტნიორთან, ესეც არის აქ ვიღაცისთვის. პლუს კიდე ან ყურადღებას აღარ გაქცევთ თქვენ ისეც, როგორც თქვენ გინდათ, თქვენი პარტნიორი და ამიტომ თქვენ რაღაც განიცდით, ну ძალიან ნერვიულობთ რა, ასე მოდით ასე ვთქვათ, რომ ოჯახში ისეთი თემა არის, რომ შეიძლება თქვენთვის ეს არის მტკივნეული ვიღაცა, კიდე აქ ვიღაცას შეიძლება თქვათ, ну ეს ძალიან ცოტა ვინმესთვის იქნება, რომ შეიძლება мама არის ავად რა, ანუ ყოველთვის ისეთი ყოჩაღი იყო და ეხლა რაღაცა შეიძლება ავად არის რა, ну ეს ძალიან ვიღაცას იქნება ეს ცოტასთვის. ну კარგით, ეხლა თუ იცანით ეხლა რომელიმე თქვენ აქედან სიგნიფიკაცია ესე თქვენი იყო, ნახოთ, აბა რისთვის უნდა იყოთ თქვენ მზად. რა შეიძლება ეს ავიღოთ, ну მაქსიმუმ ერთი კვირა, ну დაუშვით ვის ბოლომდე ვინც ახლა უყურებთ. რისთვის უნდა იყოთ მზად? აჰა, პენტაკლების მეფე რა არის პენტაკლების მეფო? რისთვის უნდა იყოს მზად პენტაკლების მეფე გამოდის, ანუ თქვენ შეიძლება არჩევანის წინ აი დადგებით, აი აქ შეიძლება რაღაცა ესეთი საუბარი გექნება, ან ნახეთ შინაგანი იქნება ბრძოლა თქვენში, ანუ არჩევანის წინ დადგებით. თქვენ უეჭველი ვიღაცა პენტაკლების მეფეზე, იმიტომ რომ ეს მეფე თუ არის დაუშვოთ წასული, თუ თქვენ დაუშვოთ დაკარგეთ, ეს ადამიანი ურთიერთობა თქვა თუ დაუშვოთ აქ რაღაცა დაი, ну ცოტა ისეთი მტკივნეულად შეიძლება განიცდით, აქ ადამიანი დაბრუნდება და ძალიან ისეთი ენერგიებით რომ რა გითხრათ რა ადამიანი მართლა თქვენ აქ ახლა გექნებათ ეს თემა მზად უნდა იყოთ, რომ თქვენ უნდა ну ლაპარაკი შედგება აქ რა, რაღაც ესეთი. კიდე ნახათ ვიღაცასთვის არის როგორი მომენტი, ვიღაცას მზად უნდა იყოთ თქვენ იმისათვის, რომ დიდი ფულისთვის უნდა იყოთ მზად. აი, შემიძლია გითხრათ სრულიად მოულოდნელად შეიძლება შემოვიდეს აი აქ. ვიღაცას დაუბრუნებენ ვალს, იცოდეთ. და ძალიან გაგიკვირდება სხვათა შორის რა. ძალიან გაგიკვირდებათ. იცით როგორი თემა კიდე მოდის, გოგოებო? აქ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში, ანუ აი არ ვიცი ვისთვის იქნება ახლა ეს. იცით როგორი რა მოდის? შეიძლება თქვენ ფულს დაგიბრუნებს ადამიანი, რომელთანაც თქვენ დიდი ხანია არ აგაქვთ ურთიერთობა, შეიძლება ეს ადამიანი იყო даже თქვენი ქმარი. და ანუ ეს და ვიღაცის მეშვეობით შეიძლება ეს ადამიანი მოგაწოდებს თქვენ თანხას. კიდე შეიძლება სრულიად მოულოდნელად თქვენ მოგივათ ისეთი კლიენტი, რომელიც თქვენ გამოგიყვანთ რთული სიტუაციიდან, თუ თქვენ დაუშვოთ, რა ვიცი, აი ეგეთი მომენტი და ну აქ ფულის ისა. იცით რა კიდე მომდის, შეიძლება დაუშვოთ თქვენ სადღაც გზაში წახვალთ და აქ ვიღაც თქვა შეხვალ დაუშვოთ რესტორანში ან სადმე რა ვიცი და ვიღაცა გადაიხდის ფულს თქვა თქვენზე. აი ისეთ ჩუმად რომ თქვენ გაგიკვირდებათ რა. ну აი ეგეთი ინფორმაცია მოდის თუ მართლა რაღაც მოულოდნელი რა. კიდე რისთვის უნდა იყოთ მზად?
რისთვის უნდა იყოთ კიდე მზად. აქ იცით როგორ არის, თუ ვინმე დიდი ხანი იყო სიტყვაზე პაუზაში და არაფერი არ ხდებოდა, აქ აჰა. და გოგოებო, თქვენ რაღაცას გაიგებთ, იცით, ეს შეიძლება ისეთ მომენტი, თუ თქვენ დაუშვათ ვიღაცაზე რამე ნერვიულობდეთ, ან ფიქრობდეთ, ხო, ან ვაფშე ინფორმაციაც არ გქონდა, ან ქმედება არ გქონდა, თქვენ გაიგებთ ვიღაცა მამაკაცის განცდებზე ეს ადამიანი გამოჩნდა, რა ვიცი, ვიღაცასთან გამოჩნდება ეს პიროვნება რა. ისედაც თქვენ გქონდათ ცოტა არასასიამოვნო მომენტი, თქვენ შეიძლებოდა ელოდეთ, კი, აი ფიქრობთ გამოჩნდება, არ გამოჩნდება, იქნება, არ იქნება, შეიძლება ტაროს გაშლებს უყურებდით, მაგრამ აქ შეხვედრა იქნება. მანძილზეა, პლუს კიდე აქ არის როგორი მომენტი, იცით რომ დიდი ხანი, მე ვიღაცასთან გოგოებო შემოდის ადამიანი, რომელიც არის მისი მონათესავე სული, თქვენ არც ელოდებოდით, არც, იცით როგორი მომენტი არის, აი როცა შეიძლება გქონდეთ შეგრძნება, რომ მე ვიცი, რომ აი არსებობს ადამიანი დედამიწაზე, რომელიც არის იმენა ჩემთვის რა, ჩემი. და შეიძლება გაშლებს უყურებდა, ძალიან ბევრ გაშლებს უყურებდა, იქ ამბობდნენ რა და სულ იწელებოდა ეგ სიტუაცია და ეს ადამიანი არის ასე წოდებული ვარსკვლავთა სამყარო, აი იქიდან გიგზავნიან თქვენ ამ ადამიანს. კი, იმიტომ თქვენ დაიმსახურეთ. დაიმსახურეთ და აქ მოდის ძალიან დიდი სიყვარული, ეს ადამიანი მარტო არის. ეხლა თქვენ შეიძლება მარტო იყოთ, ეხლა აი ვიღაცის ის იქნება, შეიძლება დიდი ხანია აქ ადამიანს, სხვათა შორის უნდოდა შეხვედრა ესეთი ადამიანის, ვინც იქნება მისთვის, აი ჩემი ოჯახი, აი იცით როგორ არის, რომ შევედი და აი ეს ადამიანი რომ დავინახე, რომ დავიწყე ამასთან საუბარი და თითქოს აი სახში მოვხვდი რა, აი სახში მოხვედი რა, ეს არის როცა სული აი მე ვარ ჩემს სახლში, სული მოხვდა დავის სახლში. აი ეს არის როცა შენ აი ესეთ მონათესავე სულს როცა გრძნობა, ეგ როგორი ურთიერთობა, იცით, როცა არანაირად შენ არა გაქვს აი ტკივილები, აი ეს რაღაცა განცდები, ანუ ეს უკვე კარმული მომენტები როცა არის, აი ყოველთვის აი აქ დასრულდება შეიძლება, თქვენ დაჟე ვაფშე აი დაჟე ვარაუდ არც რა ვიცი, შეიძლება ფიქრობთ რომ ეს რაღაც ფანტაზიები, რაღაცა გაშლებს ვუსმენ, მეუბნებიან რომ ვიღაცა ეგეთი შეხვდება, რომ ტკივილი არ გექნება და ძალიან ბედნიერი იქნება და რაღაც სისულელეა და იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილი გაქვთ თქვენ საერთოდ მამაკაცებისგან და შეიძლება გქონდეთ ურთიერთობები ისეთი, სადაც აი მართლა სულ რაღაცა, გაკვეთილები დავიღალი უკვე ამ გაკვეთილებით და აი და უკვე აღარც ფიქრობთ, რომ შეიძლება ეგეთი ადამიანი შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მართლა მარტო ახლა შეიძლება ველოდები და ახლა ველოდები და როდემდე უნდა ველოდო, უკვე წლები გავიდა და დავბერდე და სულ ველოდები ხო სიტყვაზე, მაგრამ აი ეს ისეთი რაღაცა არის, რომ აი მართლა გეუბნებით, რომ როცა ადამიანთან უკვე იცით რომ გაკვეთილები აღარ არის, всё. დავიმსახურო რომ 7 ნორმალური, კარგი ურთიერთობა იყოს, სადაც აი ჩვენ მართლა ერთმანეთს დავტკბებით, კი, სულ მალე გამოდიხარ თქვენ, კი, მოდის თქვენთან ეს პიროვნება, მოდის, და უკვე ეს ადამიანი იქნება სულ სხვანაირი. არავის მსგავსი, არანაირად, აი იმას, ვინც კი ყავდა თქვენ მაგამდე, აი მაგის, აი არა მსგავსი, უფრო ისეთი, რომელიც თქვენ დაგაფასებს როგორც იმპერატრიცას, თქვენ ამ ადამიანთან ამოისუნთქავ და იტყვით, რომ ღმერთო, და ემახსოვრეთ ეს სიტყვები, მოდის ნაკადიდან, რომ ღირდა ყველაფერი, რაც მე გამოვიარე, იმისათვის, რომ ეხლა აი ამ ადამიანთან ვიყო ურთიერთობაში. გოგოებო, შეიძლება აი ადამიანი იყოს თქვენზე ასაკით პატარა, კი ბატონო, ასაკით პატარა, მაგრამ აი ამ ადამიანთან თქვენ დამშვიდდებით, თქვენ აი აქ როგორ არის, იცით, რაც კი არ გქონდათ ადრე, აი დაუშვათ ეხლა, ვთქვათ, გინდოდათ მოგზაურობა, ვერ მოგზაურობდით, ხო? გინდოდათ, ვთქვათ, ეხლა რაღაცის, ვთქვათ, ვერ აკეთებდით იმას, რაც გინდოდათ, ვთქვათ, ადრე. აი ამ ადამიანთან, თითქოს ყველა თქვენი სურვილი უნდა ასრულდეს რა.
ყველა თქვენი სურვილი უნდა ასრულო და აქ შემოდის თქვენთან სტაბილურობა. აი ეს სიტუაცია თქვენ რომ ნერვიულობთ და ფიქრობთ რომ ტყვილია, აღარ იქნება არანაირი ბედნიერება, ვიღა უნდა შემოვიდეს, ამდენი ხანი ველოდები მე ამ სიყვარულს, უკვე აღარც მინდა ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ ეს მარტო გულს მტკენს, აი და თქვენ ამ გულის ტკენა მიგიყვანეთ იმ დონეზე, რომ თქვენ უკვე გახდეთ თვითქმარი, ძალიან თვითონ ისეთი გოგო ხართ, რომ ყველაფერს უკვე მოერიეთ, აი აქ არის განულება და თქვენთან ნამდვილად მოდის უკვე ახალი სიყვარული, ახალი შანსი გეძლევათ უკვე, როგორი იცით, აი სადაც ნამდვილად თქვენ დაფასდებით. თქვენ არ იცნობ ამ ადამიანს, თქვენ ეწინააღმდეგებით, ეხლა ეწინააღმდეგებით, მაგრამ აქ არის საგვარეულო, თქვენ გიგზავნით იმპერატორს, კარგად დაიმახსოვროთ. თქვენ ვერც წარმოგიდგენიათ რა ბედნიერება გელოდებათ. დასრულდება ყველაფერი თქვენი აი ეს რაღაცა სისულელეები რა. всё, აქ მოდის ახალი შანსი. დაელოდეთ ამ შეხვედრას. დაელოდეთ. გაერთეთ ახლა, დაასრულეთ ახლა ნერვიულობა. всё, ბედი იცვლება, ძალიან ბედნიერი იქნებით. აქ მოდის ახალი. აქ დასრულდა თქვენი რაღაცა აი ეს ნერვიულობები, როცა მიდიოდა, მოდიოდა, ნუ რაღაცა ეგ რაღაცები, ყველაფერი სრულდება. აქ შემოდის ახალი სიყვარული, გეფიცებით რა რაღაც ისეთი გაშლა. მე გისურვებთ რა თქმა უნდა ყველას, ვისაც გსურთ, რომ ეს ასე იყოს, ნამდვილად იყოს რა. და დაწერეთ რა კომენტარებში, რამე დაწერეთ, რომ ეს გაშლა თქვენზე იმუშაოს, ვისთვისაც ეს არის აქტუალური.